Salmებით მეგობრებო Wrapstar-ის YouTube არხიდან ეს არის მეორე შეკრება და დღეს მივდივართ Refets-ზე. გავემზადეთ, გავაპიწყინეთ მანქანებით. F30 S60-ები ხო ყრია, დოხუია, 4 S60 მოდის ენი, F10 აგერ იქ, M6-ია, SN-იც მოდის, იქ F90-ია, ეს მე-4 სერია 440, ჩვენი 850, Jibos S60, Ramazas S60 Jano, გეცოდინებათ ეგ ავტომობილით. და შიგნით კიდე 6 და 2 კამარა გვიყენია, ასე რომ ჩვენ ვემზადებით უკვე გამოვალთ აქედან და გზაში უეჭველი დახვდებით. აი ვიდეოები გელოდებათ და გზაში თუ დაგვინახავთ უეჭველი გადაგვიღეთ და ჩაგვიგდეთ Wrapstar-ზე. მოკეთ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, გავჩერდით, აგე ჩვენი ფარველი ანგელოზი ელგიზაც აქ არის. მოკლედ და რა ერთ ორი წვით უთხრათ, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი გეგმები? მე ვიტყვი. ჩვენი გეგმები არის დღეს უნდა დავადუღოთ რისი სახელით? Wrapstar-ის სახელით, რა თქმა უნდა, Wrapstar-ის. Wrapstar-ი აშვება? ბურავს. არა, სტარავს. ეგ არის ახალი? Wrapstar-ის სტარა. მაგარი სასწაული დღე არის, როგორც გეგმავდით, მაგაზე ბევრად უკეთესი გამოდის. წეღანაც აი ემოციებს ავყევით და თემგომი მენა აი აბზრიალა და წეღანებლებით აქაც დაადუღეთ ხო, მაგრამ არ უნდა, იმიტომ რომ საჯარიმოზე გადაიყვანე მანქანა სავარაუდოდ ამ ჯერზე. მაგრამ ძალიან მაგარი მანქანები ყავს. F10-ები იქნება, F90-ები, M-ები, ყველა ძალიან მაგრებია და მგონია რომ Refets-ზე საერთოდ ეს მანქანები, ამის გარდა ესეთ მანქანები არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ ყველაზე მაგარი მანქანები. აი მარტო ჩვენ მივდივართ. აი რა ვიცი, სასწაული მანქანები. თენგო. აბა გითხარი როგორ დამთავრდა შენი კამაროს? მანქანა არ ჩამოგვერთვა, მაგრამ მარტო ჯარიმით გამოვზვერით რა. მადლობა პოლიციას. ჩვენზე რო ზრუნავს. და რა ვიცი, რა ამის მერე გავითვალისწინებთ რა, იმედი გქონდა რა. კი, გასწრაფ. უფრო მეტი და რაც უფრო კაის გააკეთებენ და უფრო მეტს დავარღვევ და უფრო მეტ ჯარიმას დაგვიწერენ, უფრო მეტი ფული შევა. ყველა მოსაწონი უნდა ვაკეთოთ, ყველაფერი. მოსაწონი უნდა ვაკეთოთ, ყველაფერი. ხინდა ერთი სიტყვა თქვა. მართლა გეუბნები ხინდაც. კი, თვა. მართლა და ისეთი კადრი გადა. კი, გასწრაფ. ვიდეოს გადაღება 300 ლარი. ბაზარი არა. ზვიანი კადრებია. ახლა ვარ ცნობილ ანიჭკასთან, რომელსაც ეძახიან რომ ფულის მეტი რა გაქვს, მაგრამ არ იძახის. აგერ ეტნისკა მაინტერესებს რატომ მოდიხარ F90 და რატო არა ბაიკით? რატო არა ბაიკით? იმიტომ რომ დღეს არის M-ების დღე. არა, დღეს არის Wrapstar-ის. Wrapstar-ის არა, ჩვენ M-ებით ხართ მოსული. ჩვენ ხო ფულიანი ხალხი ვართ, როგორც ამბობი. როგორც იქნა აღიარა. ხო და დღეს გადავწყვიტე რომ ბაიკი ყოფილიყო თავის ადგილას და F90 ყოფილიყო აქ Wrapstar-თან ერთად. ეხლა რა მითხარ იცი? ჩვენ მანქანებითაც მივდივართ. გავდივარ და რო გამოვიყავ. შენი დროს დადგება. სიგნალზე თქვი, შენაირი მანქანებით ვიმე იქნება მანდ? არა, თავისავართ Wrapstar number 1, ясно? რა ვართ ეს ქართველები, ხო? აი მას უკვე პირისი და მოჩი. წავედით, გავაგრძელეთ. დავარ.
მოკლედ მოვედით, ერთი 10 მანქანა მოვიდა და ერთი 9 საათი ველოდები ზაიქიდან სანამ აქ მოვიდა და მთელი გუნდი და სადაც ერთი 10 მანქანა მოვიდა, 7 თუ 8 ცალი ემია და დანარჩენები კამარო იქნება თუ შევროლეტი, კადილაკი, რავი, ყველაფერი იყო ყველაზე მაგარი რა არის, რომ არ მინდა რომ რამე ცუდად იფიქროთ, ან გადახრები გვაქვს რაღაც, უბრალოდ ლურჯი ფერი ძალიან გვყვარს და მაგითო არის უყურე. ეს თათრულია და მაგითო. მოკლედ ვრაფსტარი მოვიდა სადამე, სად მოვედით? რეფესში მოვედით და ნუ რასაც ისე- ველოდებოდით ისეთი გამოვიდა. ისე მე მგონი ვრაფსტარი კი არ უნდა რეფესზე, რეფესტი მოვიდა ვრაფსტართან, იმიტომ რომ 80% სულ ჩვენი მანქანები არის. 80% არა თქვა, მაგრამ ნუ კაი მანქანების 80% ხანდახან უნდა მოიტყუო ხოლმე, ხანდახან უნდა მოიტყუო, ო, კაი. საკინე. მოკლედ მოვედით, ეხლა დეტალურად დაგათვალიერებთ თითოეულ ავტომობილს, ვკითხოთ მე პატრონებს, რა სიტყვია? რას ფიქრობენ თავიანთ ავტომობილზე და არ გადაახვიდეთ, გამოიწერეთ არხი და ვიდეოს მერე, ანუ ვიდეოს კი არა, მანქანების მერე, შემდეგ უკვე დავიწყებთ აი ამის განხილვას დეტალურად და ყველაფერს აგიხსნით საერთოდ ამ მანქანას რაც ეხება. ასე რომ ბოლომდე უნდა უყუროთ ვიდეოს, არ გადართვით. მოკლედ მე პატრონებს აქ არის და შევეკითხოთ 1-2 სიტყვით გაგვიზიაროს თავისი აზრი, შეხედულებები ამ ავტომობილზე. რატომ გადაწყვიტეთ ამ ავტომობილის შეძენა, არის გაკეთებული და მოკლედ 1-2 სიტყვით გითხარით დადებით და უარყოფით. ესე იგი F90 ჩემს იყო ოცნების მოდელი, მithumetes მხოლოდ ეგ ფერი სხვა არც განიხილებოდა. ძალიან კარგია. ამის წინ F1 მყავდა M5 და მაგის ფონზე ძალიან დიდი ნახტომია, ძალიან კარგად დადის. კომფორტულია, რავი, ყველანაირად არის იდეალური. ძალიან მიყვარს. ესე იგი ყველას ირჩევთ რომ იყიდო არავის არ ურჩევ, არია რომ ბერმა. ეს უარყოფით, აი გამორიცხო რაღაცა უარყოფითი ის არ ქონდეს. ხარისხი რა, ისევ ხარისხი, ხო რომ სალონი მაინც ასე თუ ისე მაინც ხმები რა, ჭრაჭუნის შემოდის, მაგრამ მაინც კარგია, ძალიან ისეთია. ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს მოდელი არის. ეს ავტომობილი ძალიან პოპულარულია, ძალიან ცნობილია, ძალიან ბევრი ოპერატორს თავს ჩასწოს ახლა ვიდეოები ყველგან. საკეთები როგორ აკეთებენ რანაირად. მოგეთ, მადლობა ძალიან დიდი. არა. ისე უნდათ ივენთით. აი ესეთი ცნობილი ადამიანს უნდა აი თვით ელგიზას ავტოგრაფი მიიღო, ანუ ჩათვალე ეგ ხელი აღარ უნდა დაიბანო. მოუნაცოთ ეხა უკვე M5 F1-თან და ანუ გამორიცხული იყო რომ M5 F1 რო ახსენდება ადამიანს, უეჭველი ახსენდება LGBT F1 და მეორე უეჭველი ნამდვილი მამაკაცის ჰა? არა, პიდარასტული ფერი იყო, მეტი არაფერი. ესე იგი, ელგიზ, გითხარი მოკლედ გაიცანი ჩვენს ხალხს. უმეტესად ყველა გიცნობს, მაგრამ მაინც 1-2 სიტყვით გითხარი შენს პირად ავტომობილზე, შენ თავზე და გაგვეცანი მოკლედ. მე ვარ ელგიზ ოსმანოვი, რა ვიცი, შეიძლება ცოტა მიცნობდეთ მაინც. წინა ვილოგშიც ვიყავი, გადმიცე. ვრაფსტარი რა შვება? ჩვენი სელებრიტიკაცია, ვრაფსტარი სტარავს. აჰა, ძალიან კაი. კი ა ბრენდავს სტარავს. სტარავს. ჩემ მანქანა არის სრულიად სტოკი, მარტო შემშვებზე კაინის ფილტრები მაქვს და გამშვები კიდე CTS turbo-ს დაუნფაიფები ვყენია. მეტი არაფერი. სრულიად სტოკია. დაუზიანებელი არის ეს მანქანა ჩამოსული. როგორც ხედავთ ასე. თავის ქარხნულ ფერზეა სხვათა შორის. და ნამდვილი ემის ფერი ეს არის და რაღაც გადაკრული და ის კი არა, ნამდვილი ემის ფერი ეს არის. ეხა პირდაპირ გითხარი არ დაგვიმალო. აი ვისაც უნდა M5 F1-ის შეძენა რა. აი გითხარი დადებითი და უარყოფითი მხარეები რომ იცოდნენ წინასწარ რასთან მოუწევთ გამკლავება. კაროჩე, ასე გეტყვი რა. ერთადერთი მაგას გეტყვი, რომ აი უარყოფითი მხარე არ აქვს. აი ყველაფერი აქვს დადებითი. გრძნობები, რა ვიცი, აი რო გაიული, ვაფშე სხვანაირად გრძნობ შენ თავს რა. ეხლა შედარებით მანდ იყო რაღაცნაირი ერთი F90, რა ვიცი, არ ვიცი რა. კვადროათ რა არის, ვერ გავიგე, გუში ღამე. წინა ვიდეოში. ხო, გუში ღამე ვრაფსტართან ჩავაფარ რაღაცა და ბახ-ბუხ და მორჩა, всё მორჩა. აგე ნამდვილი F1 კიდე მოდის ძმაო, ეს ჩემი ძმაკაცია. გადავღეთ. ნომრები დავფარო და ვრაფსტარი დავაწერე. ვრაფსტარს დავაწერთ, არ არის პრობლემა. ესეც ჩემი ძმაკაცის მანქანა არის, ამაზეც მე ცოტას დავამატებ, ვისაუბრებ. M6-ც დაუზიანებელი ჩამოვიდა 42 კილომეტრი გარბინით. 42 კილომეტრი გარბინით ძმაო ეს მანქანა. არც უნდა გაყიდო. ახოს მეწე. აი, წითელი სალონით როგორც ხედავ კარბონებზე სრულიად სტოკი. ჩვენი ნამდვილი ვრაფსტარელი ელგიზა არის პირდაპირ კაცი. არაფერს არ დაგვიმალავს და პირდაპირ გვეტყვის სიმართლეს და ელგიზ რა სხვაობა არის? სალამი. M5-სა და M6 შორის რა, როგორც ვიცი, ერთი და იგივე ბაზა აქვს თითქმის და მოკლედ რა სხვაობა არის მათ შორის? ყველაფერი ერთი და იგივეა, ცოტა სალონში და რაღაცეებში არის ცვლილებები ინტერიერში რა.
მეტი არაფერი, გძელია. ისე ვიზუალურად მაინც რომელი უფრო მოგწონს? ეფათი რა თქმა უნდა ეხა რა. სად ეხს და სად ის რა, ნოადარებ რა. ძალიან გთხოვ ნოადარებ. ამას 1+1 გაქვს რომ კარბონის ჭერი აქვს, ჩემანქანას აქვს ლუკი, всё, მეტი არაფერი. ყველაფერს ერთი. ყველაფერი ვაფშე იგივე. მაგრამ მაინც მაღლებში მე გავდივარ. ეს მანქანა უეჭველი ტრაკიდან უნდა დაგვეწყო ამ მანქანის გადაღება, ჯიბო, M5 S3, ანუ M5 S60 გახსენდა მეგრე ჯიბო, უეჭველი. თან ეხა ძმებმა ისე გადაიჯეს თავზე 2 S60 მოაგდეს რა, ორივე ერთნაირი ნომრებზე. მოკლედ, ჯიბო 1-2 წუთი გითხარი და გადავინახოთ წინ ნამდვილი 10 ცილინდრიანი მანქანას ჩავა. უკან რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, უკან აყენია, აი იშვიათი რაც არის, Eisenbahn-ის გამშვები, თავიდან ბოლომდე უკახნულია, არაფერი არ აქვს. რავი, უკან არაფერი არ აქვს ისეთი. ხა გადავიდეთ წინ, ნახოთ. რა შვები ლუკიტა. ეს სუფთა, ჩემი ძრავი, სულ სუფთა. სხვებში არ შეგეშალოს. ახლა გვაქვს დინარის ფილტრები. გავიგეთ დინარის ფილტრები. 10 ცილინდრი რაც თავარია. ამას როგორ აქვს? 5 აქეთ 5 იქ ის? თუ ქვემოთა 2. 5, 10 ქვევით არის ძმა. აი ხა ჩაიჯი. ეკობოს? ეკობოს თუკავს მაო და რავი რა აზრი აქვს დადგომას. ბენზინის ხარჯვა ტყუილა. ოღონდ ეს ავტომობილი არის 2008 წლიანი და ნახეთ როგორ იდეალურად არის ავტომობილის შენახული რა. რა თქმა უნდა ეს ავტომობილი თავის არ შეინახებოდა, აი იქ მოდის ხოლმე და აქ მოკლედ ბატონო ჯიბო გითხარი ხა ამ ავტომობილზე დადებით და უარყოფითი მხარეები. ეხა მე სულავ არა ვარ ვერ ვიტყვი იმ დონეზე ვერ ვილაპარაკე, მაგრამ აი რაც მე გამოვცადე, აი სეპლენის პრობლემა აქვს ამ მანქანას რა. აი საცობში ძალიან უაზრო სატარებელია საერთოდ. არ გირჩევთ. ეს არის 20-იანი ოსინის დისკები ორიგინალებია. მანქანა ჩამოყვა, არც მოხსენი, პადოსკაც უყენია ორიგინალი, ჩამოყვა. ორიგინალი ამას ვერ გატეხავ შანსი არა. აი ელევაზე რო იყიდება, ეგეც 19-იანები არა. კლადიშები, სეპლენია, ამის პრობლემები ეს არის რა, მეტი არაფერი. და ხა სულავასავით მე ვერ ჩამოვყალიბებ და ამიტომაც ძალიან კარგი. მადლობა თქვენი გაზიარებისთვის, კარგად ზამებოდეთ. ნამდვილი 10 ცილინდრიანი მონსტრი. ყველა Mercedes-ი აი ამას ხედავს მარტო ამ ავტომობილისას, მეც ვერაფერს. კი არა, უკან ხედავ. მოკლედ მოვედით ყველაზე ვიდუხა S60-თან, M5-თან და მოკლედ ბატონ რამოს გითხარით 1-2 წუთით ამ ავტომობილის შესახებ და როგორც ვიცი S60 M5-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარული ხარ საქართველოში, რომელიც იდეალურად ურის ავტომობილს და ყოველთვის გამართულია და ნაწილები არ ზრდება. გითხარით ყველაფერი. ჯერ პირველ რიგში გილოცავ თქვენ გაფართოებას, წარმატებებს გისურვებთ. მერე კიდე ეს ეხლა ჩემი ეს შეიძლება ითქვას მე ვარ იაღოველი BMW-შნიკი რა. ხო. და ამანქანაზე რაც კი რა უნდა გითხრათ, რავი. ჩემი ხელით ამაკ აწყობილი, ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული. სხვათა შორის ამბობენ რომ პრობლემურიაო, არ არის პრობლემური, მართლა უღონს რა. ვიღაცებმა რაღაცები ვერ გაუგეს, ვერ გააკეთეს, ვერ იყიდეს, არ არის პრობლემური. ახურება როგორც საჭიროა. უფრო უკეთესად ვიდრე როგორც საჭიროა. სანამ შემეკითხები გეტყვი რომ არ არის სტოკი. არ არის στოკი. გამშვები მიყენია, პროგრამა მწერია, evolve-ი მწერია. არა, ჯერ დინოზე არ ვარ დამდგარი, მაგრამ ძალიან ბევრი მხუცო ამწარებს. ესე იგი პრეტენზია გვაქვს რომ ერთ-ერთი უეჭველი მაქვს პრეტენზია, ერთ-ერთი რო ჩქარია რა. რავი, დალშე კიდე რა გითხრათ, აბა? გიოვანის ორიგინალი დისკები მიყენია. ძალიან BBN-ის სტანდარტული და უცხო BBN-ის გამშვები მიყენია, თავის X5-ით. რავი, მივყვებით რა. შეყვარებულები ვართ და უარყოფითი მხარეები? მე ვერაფერს ვერ ხედავ. აი ჩეკს რომ მითევს, მაშინაც მიხარია დედას გეფიცები ოღონდ. აი ცვეთში გეუბნები. ჩეკს რომ მითევს, მაშინაც მიხარია რა. აუ M5 მიყვარს. საშინლად მიყვარს, იცი რა ეგ შეყვიროდი ხო ჩეკს გვერდზე. აი არ ვიცი, მარტო ის არ არის რომ ავტომობილი შეიძინო და ვსო დამთავრდა, კარგათაც უნდა მოუარო და ტარებაც უნდა იცოდე და მე პირადად ძალიან ბევრ მანქანაში ვждარვა, ძალიან ბევრ ძღოლთან გამისდი ემოციები, მაგრამ ბატონი ნამაზე ერთ-ერთი ყველაზე როგორ გითხრა, გძნობს, იცის რა ყველაფერი იცის. მადლობა ბატონო ნამა. მადლობა. მე მოდი გადავიდეთ ამერიკულ კუნთებზე, ვრაფსტარის ერთ-ერთი გუნდის წევს ყავს კამარო, LS-ი წამოვნახოთ ყველაფერი, მაგრამ თენგო სად არის კაპოტი? რა გააკეთე?
ამ ადამიანს ალბათ ყველა იცნობს როგორც ქუჩის მრბოლელი. ავტომობილი, რავი, აი, რა გითხრათ. თენგო არის ალბათ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველა საპატრულო ეკიპაჟი იცნობს. იმიტომ რომ ყველასთან მეგობრობს, ყველასთან თბილი და ტკბილი ურთიერთობა აქვს. თენგო 1-2 წუთით გითხარი ამ ავტომობილზე. ეს არის ამერიკული მონსტრი 8 ცილინდრიანი 6.2 ძრავით. ჯერჯერობით ქახუმ მდგომარეობაში 460 10 ცხენით მეტი აქვს რა, დიდი არავერაფერი. თამადა იგივე. ძალიან ბევრს მიწავს. რავი, დანარჩენი არაფერზე გაუბრაზები ვარ იცით რა. უარყოფითი 2 მინუსი აქვს რა. ერთი რულზე აქვს მინუსი და მეორე აკუმულატორზე აქვს მინუსი. კლემაზე. სხვა მინუსი არაფერი არ აქვს რა. ესე იგი ამ ავტომობილი დღეს ვაპირებთ რომ პირველი ადგილი დავიღალოთ, ხო? სადაც ვცდით, ყველა ვარიანტში ვცდით რა. ძალებს არ დავიშვებ, საბურავად სამს გამოყვება. შეუბერავთ ბოლომდე. დღეს ყველა ვარიანტში იგებს. ყველანაირად ვეცდებით. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. მუსტანგს და დოჯის რას უპირებ? რავი, აბა ვნახოთ. ყვამში გავხოთ სავარაუდოდ. მოვინახოთ JDM სამყაროში და ჩემი ოცნების მანქანა უნდა გაჩვენოთ. უბრალოდ შეხედეთ. ერთ დღეს უეჭველი ვიყიდი ამას რა. შანსი არა ისე მოგყვე რომ ეს ვერ ვიყიდო რა. ეს არის ჩემი ოცნება, ჩემი ყველაფერი არის ვაფშე რა. ჩემი მეუღლის მე ყველაზე მეტად ეს ვიყავს სტოკში რა. პროსტა სხვა სამყაროა საერთოდ რა. ძალიან მაგარ დახოცილ ავტომობილებს უშორდნენ ადრე. ახლა კიდე საერთოდ სხვა არის. ეხლა ლუკას კადრებს კი ნახავდით რომ GDM აღმერთებს GDM-ებს და ხო და ეხლა გადავიდეთ ნამდვილი მანქანებზე რომელიც აი მართლა რომ შეგიყვარდება ასეთი მანქანები აქვს. ჩვენ მანქანებს არ გაჩვენებთ და აქედან დავიწყოთ გერმანული მანქანებიდან. ეხლა ვიყურები და აი მართლა გეუბნები ჩვენს გარდა აი არავის არ აქვს აი მანქანები რა. აი არაფერი ვაფშე ერთი აგერ M2 და M3-ია. ტაიკანს ვაფშე არ უყურებ. იქით კიდე 440 340 რაღაცა. იქით GTS-ი აქ თავისთვისა. და რაღაცა არეულობა, მაგრამ აი ეხლა ამ გაყოლებაზე რომ უყურებ მართლა გეუბნებით აი რაღაცა ისეთი მანქანა არ დგას, რომ აი ავდგე და ვთქვა რომ აი ნახე რა მაგარია და რა კაია. ყველაზე ამაზე გამორჩეული ყავს რა. აი ვიზუალურად რა. ყველაზე კაი მანქანა აყენია აი იქ. ჩვენთან აყენია ყველაზე კაი მანქანები, მაგრამ ну რა თქმა უნდა ეხა გერმანულები უფრო მოწონს ვიდრე GDM-ი, იმიტომ რომ GDM-ი არასდროს არ მომეწონება. აუდი რა პონტია. და ვისაც მოსწონს არ ვიცი, ანუ რანაირად მოსწონს ეგ მანქანები, მაგრამ კაი. გემოვნებას ვერ არ დაუწუნებ არავის. არიან მანქანები ძმაო. თენზოს ისავალ ეხა ვფიქრობდი რა მეთქი აი ინდირას რა მანქანა უყიდო თქვაზე. აი ეს მანქანა მოიწონა რა. ნახე საყვარელია. კარგი ბიჭო. ეს უკვე დაგშორდება. პირველ მანქანა დაგშორდება დაკავი. რა მანქანა ვიცია? ჰა? იქით ამ ხარეს ვაფშე არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ Mercedes-ებია, Volkswagen-ებია და Volkswagen-ებია და რაღაცეებია კიდე. აქეთ ხდება, ანუ აქაც არაფერი არ არის რა, აგერ ეს არის M6, ეს არის M4. იქით კიდე არაფერი განსხვავებული, რავი, ვერაფერს ვერ ხედავ, ოღონდ მართლა გეუბნებით აქ. გადავინაცვლოთ ეხა ჩვენთან M8-თან, M5-თან, F90-თან, რა ვიცი, ეხა რაც არის და აი დავათვალიეროთ ეგენი და აი ნახეთ მე ნამდვილი მანქანების GDM-ები და რაღაცეებს გააჯმევინი ვაფშე რა თქმა. ის ეხა ვაკვირდები და იმდენი ხალხია აქ, ზოგადად აქ, მაგრამ აი რაც Wrapstar-ის მანქანების წინ დგას, აი მასეთ ხალხი არსად არაა შეკრებილი, იმიტომ რომ ყველა მიცის Wrapstar-ი ვინ არის, ყველა მიცის Wrapstar-ს რა შეუძლია და ყველა მიცის Wrapstar-ის მანქანები რა მანქანებიც არის. ხო და აგერ დავიწყოთ აქედან. წამოვა. M850, რომელიც Wrapstar-ის შექმნილია თავიდან ბოლომდე, ეს მანქანა თეთრი იყო, გახსოვთ, YouTube ვიდეოს ნახავთ უკვე, ანუ ამ ვიდეოამდე იდება ეგ. ეს არის ჩვენი პირადი Wrapstar-ის ავტომობილი M850. აქეთ ყავს ესეც ჩათვალეთ რომ Wrapstar-ის პირადი ავტომობილია F90M, ეს 700 რაღაც ცხენზე, 720 ცხენზეა, ეს დაახლოებით 600 რაღაცაა. აქეთ M6, ესეც, ანუ ფერებს კი ხედავ, დაახლოებით ყველა ერთი და იგივეა, ნუ მოგწონს ლურჯები და მაგითო. ამის გარდა აქ Elgos F1, რომელიც მართლა ერთ-ერთი ყველაზე sveži და ლამაზი F1-ია და ყველაზე მეტად რომელიც მომწონს. აქეთ Jibos V1, ესეც ჩვენია, ჩათვალეთ. აქეთ ბატონორამაზას V1 და ეს ცოტა აი იმ დღესაც რო დავდეთ სტორიზე ვიღაცა არც ვიცნობ ვინ არის და მოვიდა და შემოგეყენა Wrapstar-ი. ადილაკი რომელიც გამორჩეული დიდად არ არის, მაგრამ სწრაფი მანქანაა და ძალიან მომწონს. აქეთ F30 რომელიც M-ზე არის აწყობილი და ლამაზია, ეს ყვითელი ლედები ყველაზე მეტად მომწონს და ძალიან მაგრად უხდება ამ მანქანაშიც. წამოვა. აქეთ 440 B58 რომელიც გაკეთებულია და საკმაოდ სწრაფია და თქვენ E-კლასებს თუ CLS-ებს თუ რა ვიცი რაღაც ყავს ეს Mercedes-ებიდან აგვისურნები, აი მაგათ აი ესე ატირებს და მოკლედ არ გვინდა ასეთი
Mercedes-ი ჯობია ბრატა რაღაცა და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეხლა მოვედით აქ. Brabstar-ი რატო იმყოფება აქ, რომ Brabstar-ი გამოაჩინოს, რა თქმა უნდა და. Brabstar-ი როგორ აჩენს თავს? აი ამ მანქანით. ან გვიყენია Ferrari Tributo, რომელზეც Brabstar-ის სტიკერი გვაქვს გადაკრული და 10,000-იან ნომრებზე და აი მე მგონი ყველაზე გამორჩეული და ყველაზე გასხოვებული მანქანა ეს არის და ძალიან მომწონს რა, აი ძალიან მიხარია ეს მანქანა დღეს აქ არის ჩვენთან ერთად რა. სხვა ჯერჯერობით ჩვენები, ნუ ჯერჯერობით რაღა დარჩა, ყველა ამ დავითვალე უკვე და რავი, ამის მეტი რა უნდა გვექნა. მოიცა ეს დამავიწყდა. აი ეს მანქანა, ესეც ჩვენი მანქანაა. ველარი, სხვათა შორის ეს ველარი იყიდება, ეხლა ჭერს და რაღაცებს გავაშავებთ და მე უკვე დავდებთ გასაყიდად და მოკლედ ამ მანქანაზე თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ ჩვენ მოგწეროთ და ყველანაირად კარგ ფასსაც გეტყვით. კარგი მანქანაა, მართლა გეუბნებით, მე თვითონ დავდივარ ყოველდღურად ჩათვალეთ და ნუ კაი მანქანაა და ძალიან მომწონს, კომფორტულია, ნუ თქვენს მეუღლებისთვის, თქვა თუ თქვენს ცოლებისთვის, თუ შეყარებულებისთვის, თუ ნაშებისთვის იდეალური მანქანაა, რა აქვს მნიშვნელობა ვის უყიდეთ ამ მანქანას. ეხლა გადავინაცვლოთ ლუკას 13-ში თქვა თუ როგორ თქვა, რა ვიცი, მუსტანგებში, 2 და 3-ში თუ რაც არის. თან ჩვენი გადაკრული მუსტანგიც არის, დაბლა რო იცოდეთ, მაგასაც გაჩვენებთ. მე ეხა 1000 წელი რო იყოს და გავიდეს მე მუსტანგი მაინც ამერიკული და GDM-ი შორს, ჩვენგან შორს. ეს ცნობილი გადმითის, რა ვიცი, რა ქვია, მაგას დირექტორის ავტომობილი, ზაბახას წამოვა ერთი ლაპარაკი, ერთი ორი სიტყვით. გადმითი ჯობია თუ აქავრობა, ეხა გულიანად თქვი რა. ჩვენ ვნახავთ მე ჩვენი. აი, გადმითი რო ლილო არენაზე ჩატარდება. აი, მე შევა. ვისთან ერთად ჩატარდება? Brabstar-ი. ერთი ორი სიტყვა გითხარი შემანქანაზე. ხელი ჩამოვართვით. სიტყვა დაიდო. მე პრობლემა არ მაქვს. ხედავ რა მანქანებით მოვდივართ, რა მანქანებით მოძრაობ. დანარჩენი შენზეა. კი ბატონო. ეხლა მითხარი ერთი ორი სიტყვა ამ მანქანაზე. მე არ მევასება ლუკას ხო ყავდა იცი ეგ მანქანა შენ ეს მანქანა ჩამოვიდა საერთოდ სტოპი. არის ჩემი პირველი მანქანა. მე რო ჩამოვიდა, ვერ ვიგუე. ეხლა არის ატყობილი ჩემი აზრით ლამაზად. კიდე რაღაცები უნდა? რა გექნა ამაზე დაწყობილი? ესეც სტოპი, ყველაფერი სტოპი უყენია ვაფშე. არ არის. აბა რა არის? ეს არის ერთადერთი ცხაურაა რა, კარგი. არის შემშვები. მე GLT-ის ინტეიქი მაქვს. წლიანი. ვიზუალზე რა გაქვს გაკეთებული? უხეშ ტესტ დრაივს არ ვიღებთ. ახლა აქ რო დავიწყო ის რა პერფორმანსი და რაღაცა. პროსტა ვიზუალურად მაინტერესებს. არ ვიცი, ახლა ლუკას მანქანა გახსოვთ თუ არა, მაგრამ დილიდან საღამომდე ხელი ჩქონდა ჩაყოფილი და გეიც ატრიალერდა აქ 1 3 საათი 4 საათი ხოლმე და ხო გიქონდა. ჯერჯერობით არ არის ნაცნობი სიტუაცია, მაგრამ იმედი არ მოგიწევს, მუსტანგები ეგრე არიან თან. იმ გამოდიოდი, იყო მიმოვიდა. და კარჩი ტიპმა მომეყენა გვერდზე მე-4 სერიით რა. და მე შენაირი მყავსო, ინგლისურად მებაზრება Wolf Cario. ბიჭო. შენი მანქანა. გიეტი რო იყო ნორები, ხო? ეგ იყო Wolf ნორები რა. იმენა შენაირი მყავს რაღაცას მებაზრება, მე ეგენ ლაიქობ. ჩვენი მანქანა იყო თქო, ემაზეს გეთქვა. ეხა არ მოგატყუებთ და მე მუსტანგის ფანი საერთოდ არა ვარ და ვაფშე არ მევასება მუსტანგი, მაგრამ წამო ხა დავათვალიეროთ. შენ არ გეწყინოს. სხვადასხვა არ მოგატყუებთ და ეს ძველი მუსტანგის ცხვირები უფრო მომწონს ვიდრე ის, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, მაინც ლეგენდარული ცხვირია, ჩემს აი Need for Speed-დან გამოყოლებულია ეს ცხვირი ძალიან მომწონს და მაგიტომაც ძველი ცხვირი უფრო მომწონს ვიდრე ახალი ეს ფარები საერთოდ არ მომწონს, გადაიღე Ferrari-ის ფარები რო არა. წამო. ეხა არ გაგიკვირდებათ და ყველა მუსტანგი 2 და 3 იქნება, 3 და 7 და 5 და 0 ვერაფრით ვერ გაარჩევ თუ არ დაგქოქეთ და ის რეალი არ დაიწყეთ. ზოგადად საქართველოში მასეა. ყველა აწყობს 5 და 0-ზე, GT-ზე და ნუ ეგ თემაა რა. ეს ცოტა ეხა ლამაზად შემომეჩვენა, არ მოგატყუებთ, ტუჩი რაღაცა აყენია და ლამაზად ჩანს. კიდე ესენც ლამაზები არიან, იქსაც ლამაზია. მაგრამ წამოდი ეხა გაჩვენოთ ჩვენი მუსტანგი. აი ყველაზე ლამაზი და ყველაზე გამორჩეული მუსტანგი მაინც ეს არის. რატო იცით? იმიტომ რომ ჩვენი გადაკრულია. რა არის გადაკრული და რა არის გაკეთებული ამ მანქანაზე? ეს არის ძალიან მაგარი ადამიანის მანქანა. გავაკეთეთ აი ეს ზოლები, გავაკეთეთ პოლირება, გავაკეთეთ კერამიკა და ნელა. აწყადებ, ჯო. გაუდება. რა გითხრა, მომთხარი, ნერვიული. რა ვისეთ კონში რა, ვეცდები მაქსიმუმი დავდო. რა იქნება, როგორ იქნება, ვნახოთ რა, 5 წუთში. ნახოთ.
ეხა მე კი გავალ და თქვენ აგერ დაელაპარაკეთ, გაესაუბრეთ რას თქონდა ყველაფერს აგერ. გამარჯობა. მოკლედ, tell us about your car. So hello bro, first of all nice to meet you. And nice to meet you on this very big and beautiful car meet. So my car is M4 F82. I was searching for a clean car for 1 year and by chance I find this car and then bought it. So as you know this car M4 F82 as I say, it's 3.0 twin turbo. Also it's not stock car, it's came tuned from America. It's have stage 2 blues. It's have VRSF intercooler, VRSF downpipe. It's have KN. What's your engine? For sure مرة. So here bro, there is VRSF intercooler, carbon fiber charge pipes, KN input filter, and we have also VRSF downpipe. We cannot see it from here. Actually, this is very special day, very beautiful day. Like I like this car meet, and I appreciate these guys that who gather us and make this car meet. This was very amazing day, and like I advise you to make every time like this meetings, because we all the young people, we like to enjoy with cars, and this is the best way to enjoy together. Actually, Roadstar magazine, this is very good market and very luxury market. So first of all my car I'm doing all the time, all the service there, and I will do another services, and we will show you on the next video how will be the car. So for sure, if Rob car they will make another meeting, we will be from the first people that enter there. Thank you, bro. Thank you. მაგრამ ეხ გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. დრიფტი, დონატი და ხმა. პირველ დავიწყოთ ხმით. ჯიმ ხანის გამარჯვებული აღმოჩნდა კამარო რეპსტერის შემარჯვებულს გადაეცემა დიდი პრიზი. ეს არის შეგახსენებთ საწვავი. მოკლედ გილოცავთ სული გულით და გულით ჩვენო გამარჯვებულებო. მინდა რომ ყოველთვის წინისკენ იბრძოდეთ და ყველაფერს კარგს გისურვებთ. თუ რაიმის თქმა გინდათ გითხარით, გადმოგაწვით მიკროფონს. ბევრი ჩვენი დამსახურება, კაი მასწავლებელი ხარ და რავი, ვისურვებდი რომ ბევრი ესეთი ფესტი იყოს. ქალაქში გაძაობას დავანებოთ თავი. Meanwhile და მოვიდეთ ყველანი აქ რა და გავვიდოთ ერთად.